კი ესპანურ წარმოებებს აგრეთვე. მე მგონი ამომწურავი იყო პროდუქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია, ეხლა ლაშა შენ დაგიბრუნდები და აი თუ შეგიძლია გითხრა, რომ აი რატომ მაინც და მაინც კრისტალ ლიზინგი რა განასხვავებს თქვათ სხვა სალიზინგო კომპანიებისგან თქვენს ლიზინგს. კი ბატონო, საინტერესო კითხვაა და მოკლედ კრისტალ ლიზინგი დღის მონაცემებით იქიდან გამომდინარე რომ კრისტალ ლიზინგი კრისტალის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის კოლეგიშვილში არის შესაბამისად ძირითადად 100,000 ლარამდე დაფინანსებაზე ვართ ორიენტირებული. გამომდინარე აქედან რომ ბაზრის მოთამაშეები ვინც ლიზინგის მიმართულებით არიან დიდად დაინტერესებული ამ სეგმენტით არ არიან, აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება რომ კლიენტებს ვინც იქნება ამ 100,000 ლარამდე დაფინანსების დაფინანსებით დაინტერესებული, მომიმსახუროთ გაცილებით სწრაფად, მოკლე დროში. ასევე იქიდან გამომდინარე ჩვენი სამიზნეს სეგმენტია, მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად ეს იქნება იურიდიულ საკითხებზე, ფინანსურ საკითხებზე, ვენდორებთან, ურთიერთობაზე რჩევები, სიმძლავრეებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამასთან ერთად მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი ლიზინგის მიმართულება ორიენტირებული არის, რომ კლიენტებს ისე დაუგეგმოთ სამომავლოდ გადასახადები, სადაც ძირითადად შემოსავლები უგენერირდებათ. ანუ სეზონური გადახდები, მაგალითად თუ ფერმერს შემოსავალი აქვს მექანიზაციის ნაწილში, მისი გადახდა აუცილებლად იქნება საგაზაფხულო მექანიზაციების დასრულების შემდეგ. და ასევე თუ საშემოდგამო მოსავალზე ორიენტირებული კლიენტია და მის ძირითადად შემოსავალი შემოდგომით არის, ბუნებრივია იქნება შემოდგომით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი უპირატესობა, რაც სხვა კონკურენტებთან მიმართებაში გვაძლევს ამის თქმის შესაძლებლობას. ამასთან ერთად მნიშვნელოვანი არის ის, რომ დიდი დაფარვა გაქვს საქართველოს მასშტაბით, მომსახურება შეიძლება იყოს სწრაფად, მაგალითად ერთ დღეში შეიძლება დასრულდეს მარტივი ტრანზაქცია, როგორც არის მაგალითად ნებისმიერი ეთეჩმენტის ყიდვა, რომელიც შესაძლებელი იქნება შემოგთავაზოს აგროტექნომ. აგროტექნოშივე მიღებული განაცხადის საფუძველზე შესაძლებელი იქნება, რომ უკვე საღამოს ახალი ტექნიკით დაბრუნდეს თავის საწარმოში. მოკლედ, ასევე გვაქვს ციფრული არხები, სადაც შესაძლებელი იქნება ადგილიდან გაუსვლელად მიიღოს განაცხადი, მიიღოს ასე ვთქვათ, სხვადასხვა კონსულტაცია და ააკვალიანოს რა საბუთები და რა ასე ვთქვათ, პროცედურების გავლა მოუწევს. კი, აი სოსო, ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით რომ გითხრა, აი სად შეუძლიათ აგროტექნოს პროდუქციის ნახვა, თუნდაც კონსულტაციის გავლა კლიენტებს, სად შეუძლიათ ფერმერებს რომ მოვიდნენ, ჩვენ ვიცით რომ თქვენ უკვე რამდენიმე სადილერო გახსენით სხვა კუთხეში. კი, მადლობა კითხვისთვის. დასაწყისში სანამ კონკრეტულად კითხვაზე გავცემ პასუხს და ვისაუბრებ, მე მინდა ლაშას ნათქვამს კიდევ ერთხელ მცირე შინაარსი შევიტანო, რაც ყველაზე მეტად ჩვენ ფერმერებს აინტერესებს ხოლმე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც განმასხვავებს ამ ინოვაციურ პროდუქტს. უკვე ლიზინგითაც შეგვიძლია უკვე გადაიხადოთ სეზონური გადახდა, ან თქვენ თუ აწარმოებთ რაიმე სახის პროდუქტს ან კონკრეტული ტექნიკა თქვენი ფერმერებისთვის წარმოებაში გჭირდებათ, უკვე ყოველთვიურ გადახდის განცალკევებით შეგვიძლია, როცა უკვე სეზონი დასრულდება და ამ თქვენ მოსულ მოსავალს და რეალიზაციას გაუკეთებთ, შემდგომ გადაიხადოთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე კომფორტულია. ამასთან დაკავშირებით მინდოდა ეს მეთქვა, რაც შეეხება კითხვას. მოგეხსენებათ უკვე აგროტექნო რამდენიმე თვეა ინოვაციური შეთავაზებით გამოვიდა საქართველოს ბაზარზე. ეს არის ესეთი შეთავაზება, რომ ჩვენთან შეძელი ტექნიკას ვაწვდით საქართველოს ნებისმიერ წერტილში მომხმარებელს სრულიად უსასყიდლოდ. ეს, რა თქმა უნდა, კონკრეტულად ამ შემთხვევაშიც ძალაში იქნება და ასე იმოქმედებს. ჩვენთან შეძელი ტექნიკას აგროტექნოს გუნდი მოგაწვდით სრულიად უსასყიდლოდ ნებისმიერ წერტილში. გარდა ამ უპირატესობისა, ასევე აგროტექნო განიცდის გაფართოებასაც. მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე საქართველოს 3 ქალაქში გავხსენით სადილერო. ეს არის სენაკი, ეს არის ახალციხე და გვაქვს ასევე კახეთშიც. ანუ აგროტექნო ცდილობს უმოკლეს ეტაპზე მთლიანად საქართველოს მასშტაბის გეოგრაფიული მდებარეობით ათვისებას. ას შეგიძლიათ ჩვენს მომხმარებელსაც მიბრძანდეს ნებისმიერ ფილიალში, როგორც უკვე აღნიშნე, ახალციხის ფილიალში, სენაკის ფილიალში და კახეთის ფილიალში. ნახონ ჩვენი ტექნიკა, დაათვალიერონ, გაეცნონ მის ტექნიკურ და ვიზუალურ მახასიათებლებს
ჩვენი წარმომადგენლები დაგვხვდებიან იქ და გაგიწევენ სწორ და მაღალი ტექნოლოგიურ კომუნიკაციას და ასე რომ ნებისმიერ უკვე 4 ადგილზე, რა თქმა უნდა, მთავარ ოფისში თბილისში და 3 სადილეროში შეუძლიათ ჩვენ საქართველოს ფერმერებს მივიდნენ და ნახონ ტექნიკა და მიიღონ სრული მომსახურება. კი, ეს მართლაც ძალიან კარგია, რადგან დროის მხრივ კი, დროის და ბოდიში, რა თქმა უნდა, კი, დროის და ხარჯის მხრივაც, რა თქმა უნდა, უკვე 2 სადილეროში, ახალციხე და სენაკში, უმოკლეს ვადაში დასრულებული იქნება პროექტი და უკვე რეგლამენტური სერვისით შეგვიძლიათ იმ ადგილზე მიიღოთ და არა მხოლოდ რეგლამენტური საგარანტიო სერვისითაც თვითონ უკვე სადილეროს მექანიკოსთა ჯგუფის წარმომადგენლები მოგემსახურებიან და ეს იმ დროს, რაც ისედაც მინიმალური დრო გქონდა ჩვენ ტექნიკური ხარვეზის და რეგლამენტური სერვისის შეკეთების და აღმოფხრის, მაგრამ ეს კიდევ და კიდევ უფრო დაგვეხმარება, რომ უფრო მობილიზირებები ვიყოთ და უფრო უმოკლეს ვადაში აღმოფხვრათ რაიმე წუნი და ასევე რეგლამენტური სერვისით ჩავატაროთ უფრო ბიუჯეტურად და უფრო უმოკლეს ვადაში, რაც ყველაზე მთავარი. ეს მართლაც ძალიან კარგი შეთავაზება. ლაშა, აი თუ შეგიძლია გითხრა სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, ცოტა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რომ გაუზიაროთ ჩვენს მსმენელს. დიდი სიამოვნებით. მოკლედ, დღევანდელი მოცემულობით გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, აგრომემართულებით მომხმარებლების შეთავაზება გავაკეთოთ ეგეთი, რომ არის სუბსიდირების ნაწილი, სადაც ლიზინგის კომპონენტის ნაწილში სახელმწიფო 9%-ით ასუბსიდირებს პროცენტს უშუალოდ სარგებელს, რაც უნდა დაერცხოს კლიენტს. აი მაგალითად უფრო მარტივად რო ახსნა და გასაგები რო იყოს, თუ კრისტალის შეთავაზება არის მაგალითად 15%-ში წლიური სარგებელი კონკრეტულ პროდუქტზე, აქედან 9% სახელმწიფო უსუბსიდირებს და კლიენტისთვის გამოდის თავისი ხარჯი 6%, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კლიენტის დანახარჯებს, ხელს შეუწყობს სამომავლო განვითარებაში და ასევე ფიქს იმისი, რომ განვითარდეს კი არ შეჩერდეს ერთ ეტაპზე, ანუ რამდენიმე ეტაპი გაიაროს თავისი სამეწარმეო განვითარების. მე მგონი თითქმის ყოველ კითხვას გავეცით პასუხი. ვფიქრობ ფერმერებო, რომ მართლაც ძალიან ხელმისაწვდომი და ინოვაციური პროდუქტი შექმნა კრისტალმა და აგროტექნომ მათი ერთობლივი თანამშრომლობით. თუ კიდევ რაიმე ინფორმაცია გაინტერესებთ, შეგიძლიათ მოგწეროთ და დეტალური ინფორმაციას უფრო მეტად გაგაცნობთ და დაგეხმარებით. შეგიძლიათ უშუალოდ თქვათ კონსულტაციისთვისაც მოგმართოთ, რომელი ტექნიკა გსურთ ჩვენ დაგეხმარებით თქვენი განაშენიანებისთვის, რომელი უფრო მისაღები იქნება. ამიტომაც შეგიძლიათ მოგწეროთ, გავისაუბროთ ამ დეტალებთან დაკავშირებით. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა. წარმატებებს. მშვიდობებით.